ოთმონ ერთმანეთს ჯერჯერობით კონსენსუსს ვერ ხედავ. დღეს პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმერ პუტინს შორის კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი შედგა. ლიდერებმა სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით კმაყოფილება გამოთქვეს და პროცესის მიმდინარეობისას ეუთოს მონიტორინგის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია რუსეთის პრეზიდენტს. ვრცელი კომენტარებით ჯერჯერობით მხოლოდ უკრაინის პირველი პირი შემოიფარგლება. ომი გაგრძელდება თუ რუსი სამხედროები ისევ იქნებიან ჩვენ ტერიტორიაზე. ამის გამო დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობა დაზარალდება. რუსეთს ყავს 1,200,000-იანი თანამედროვე აღჭურვილი არმია და თუ რუსეთს შეუძლია აიღოს კიევი, ამავე ლოგიკით შეიძლება მან აიღოს ვარშავა, რიგა, ტალინი, ბუქარესტი და ნებისმიერი ქალაქი, თუ მსოფლიო არ გაერთიანდება და არ იქნება უკრაინასთან მიმართებაში სოლიდარული. უკრაინის პრეზიდენტის 12 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის თანახმად დღეს უკრაინის რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისა და ტყვეების გაცვლის პროცესი უნდა დაწყებულიყო. კიევის ინფორმაციით სეპარატისტების ტყვეობაში 200 ადამიანი რჩება. უკრაინის უშიშროების საბჭომ დონბასისა და ლუგანსკის თვით გამოცხადებული რესპუბლიკების წარმომადგენლებს ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი მებრძოლების სია უკვე გადასცა. 8 სექტემბრიდან ამოქმედება ევროკავშირის დამატებითი სანქციები. ამის შესახებ ევროკავშირის პრეზიდენტის ჰერმან ვან რომპოისა და უმაღლესი ევროკომისრის ჟოზე მანუელ ბაროზოს ღია წერილშია საუბარი. განცხადების მიხედვით დამატებითი შეზღუდვები აკრძალვების შემოღების პრინციპს შეცვლის, რაც ბიუროკრატიულ საქმეს მნიშვნელოვნად გაამარტივებს. დღის სხვა სიახლეებზე რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ მოგიყვებით, ასე რომ დარჩით იმედზე. შემოდგომის ეთერს წარმოგიდგენთ ჯეოსელის როუმინგი. იმოგზაურეთ საზღვარგარეთ ნომრის შეუცვლელად ყველაზე იაფად მხოლოდ 25 თეთრად. ისევ ფაღარათი. მე ვიღებ ზომებს ფაღარათის დროს კუჩნაზლავის ტრაქტის პირველი მოქმედებისას. მეც. მნიშვნელოვანია რომ მკურნალობა დროული იყოს. მიიღეთ იმოდიუმი. იმოდიუმი რეკომენდებულია ფაღარათის დროს და ხალხს უწყობს სასარგებლო ნივთიერებების შენარჩუნებას. იმოდიუმი ფაღარათის მკურნალობა სწორია. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. ისარგებლე ულიმიტო სასაუბრო დროით ნებისმიერ ქსელზე. გააგზავნე ულიმიტო SMS-ები და გამოიყენე ინტერნეტი ულიმიტოდ. აკრიფეთ ფიფკი 110 ფიფკი 250 დიეზი. გაიაქტიურე ულიმიტო ბილაინ მიქსი და მიიღე შეუზღუდავი კომუნიკაცია ყველაზე იაფად. მხოლოდ 25 ლარად. ბილაინი ყველაზე დაბალი ფასი. ეს ბავშვები არ არიან მარტო. მოდით გადავახვიოთ რომ ვნახოთ. მიკრობები ადვილად გადადის ერთი ბავშვიდან მეორეზე. ხელის რეგულარული დაბანა საპნით დაიცავს თქვენ შვილს ბაქტერიების ჯაჭვური გავრცელებისგან. შევაჩეროთ ბაქტერიების ჯაჭვური გავრცელება SafeGuard-ის მეშვეობით. კლინიკურმა კვლევამ დაამტკიცა, რომ SafeGuard-ი აცილებს ბაქტერიების 99%-ს ხელის მხოლოდ ერთი დაბანით. სარეცხი მანქანათვეში მხოლოდ 22 ლარად და მოიგე 10 ევროპიანი ბინაკბილი, 10 ავტომობილი Mercedes-Benz და სუპერპრიზი 9 მილიონი ლარი. თქვენ ალბათ უკვე იცით, რომ 25 ლარიანი პაკეტი მეტით შეგიძლიათ ისაუბროთ ყველაზე იაფად. ეს კი ტელეფონია განვადების საუკეთესო პირობებით. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ შესაძლებელია მათი გაერთიანება. საინტერესო არა? შეიძინეთ HTC-ის უახლესი მოდელი საუკეთესო ფასად 25 ლარიან პაკეტთან ერთად და მიიღეთ ორმაგი სარგებელი ექსკლუზიურად ჯეოსელში. ან იქნებ ტელეფონი და უსასრულო პაკეტი გირჩევნია. შაკირა ბლენდამეთ 3D White Lux-ისთვის. შაკირას ღიმილის მიღმა არის ახალი ბლენდამეთ 3D White Lux-ის კბილის პასტა. ის აცილებს 90%-მდე ზედაპირულ ლაქებს. უფრო თეთრი და უფრო ბრწყინვალე ღიმილისთვის მხოლოდ 5 დღეში და ის აძლიერებს ემალს. ასე რომ თქვენ ბრწყინავთ 3D White Lux-ის ღიმილით. აკეთე ის, რაც გიყვარს და იბწყინე 3D White Lux-ის ღიმილით. მთელი ორი თვე ოჯახისგან შორს. როგორ მომენატრა სახლი და როგორ მომენატრა ეს სურნელი. სასიამოვნო სურნელი ახლა შენ 8 კვირის განმავლობაში გაყვება. ახალი ვერნელი, შეიგრძენი სურნელი, რომელიც სახლს გაგონებს.
სახლში დაბრუნებას გილოცა. თეთრეულის მეტი სირბილისთვის დაუმატეთ ვერნელი ყოველი გარეცხვისას. ახალი ვერნელი, სასიამოვნო სურნელი 8 კვირის განმავლობაში. თქვენი პატარა ძილი უძვირფასესია, მაგრამ სულ საფენს შეუძლია დაარღვიოს ის. პამპერსი უზრუნველყოფს მშვიდ ძილს მთელი ღამის განმავლობაში. პამპერს აქვს უნიკალური რელიეფური შემწოვი ფენა და შიგთავსი, რომელიც უკეთესად კედავს სისველეს. 12 საათამდე სიმშრალე. პამპერსი გისურვებთ სიყვარულს, ძილს და თამაშს. სუპერ ჩემპიონები სუპერ დაცვას იმსახურებენ. სიახლე FA Men Extreme Protect 5. ხუთმაგი დაცვა ოფლის, სუნის, გაღიზიანების, წვისა და ლაქების წინააღმდეგ. FA Men Extreme. ექსტრემალური დაცვა ნამდვილი მამაკაცებისთვის. საღამოს ეთერს წარმოგიდგენთ ლუდი ჰერენჰოიზერი. ჰოიზერი, გერმანული ცხოვრების გემო. საღამოს ეთერის სპონსორია ულიმიტო ბილაინ მიქსი. ბილაინი, ყველაზე დაბალი ფასი. საღამოს ეთერის სპონსორია 10 ექსპრეს ქულა. გადაიხადეთ სავაჭრო ობიექტებში ექსპრეს კარტით და ყოველი გადახდისას დააგროვეთ 10 ექსპრეს ქულა. თქვენ უყურებთ ქრონიკას 20 საათზე განმარტოთ გამოშვებას. რეიდები თბილისში თუ მოულოდნელად ქუჩაში გაგაშერეს და შეგამოწმეს, ნუ გაგიკვირდებათ. უსაფრთხოების მიზნით საპატრულო პოლიცია სხვადასხვა უბანში შემოვლას იწყებს. სწორედ რეიდია ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ნაციონალური მოძრაობა შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენებას ითხოვს. მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ სიტუაციის გასაკონტროლებლად და დანაშაულის პრევენციისთვის ეს აუცილებელია. ამ დრომდე დუმს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჭიკაიძის უწყება ბრალდებებს ჯერჯერობით არ გამოხმაურებია. უყურებ ახლა სიტუაციას, რაც უფრო ხშირად ივლიან, მით ბევრად უფრო უკეთესი სიტუაცია იქნება. რო არის კონტროლი და რაღაც ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ვინც აშავებს, იმათ ამოწევენ და ვინც არ აშავებს, არ ამოწევენ. მე არავინ არ მომოწევებს, რა ვიცი. ეს მოსახლეობის ნაწილის პოზიცია, რეიდი მათთვის საკუთარი თავის დაცვა. მეორე ნაწილისთვის კი მიუღებელი, უკმაყოფილო ადამიანები ჩატარებულ რეიდებს სოციალურ ქსელში ეხმაურებიან. სტატუსის ავტორებს ტელეკამერებთან გამოჩენა არ სურთ. გუშინ საღამოს 9 საათზე აბაშიძის ოცნომეში ოპერემა გაგვაჩერეს. ან პირველივე კითხვაზე, რის გამო გვაკავებთ და გჩხრიკავთ პასუხად მივიღეთ. ბევრს ნუბლატაო ბიჭო. მერე 4 ღიპიანი ოპერით გატენილი მანქანა მოვიდა და ხელები გადაგვიგრიხეს. იმის გარდა რომ ფრაზები ჩამესმოდა ყურში, ეხლა ამათ ვანახებთ როგორ უნდა ყვავდნენ. ერთმა ყურში ჩამყვირა, თქვენაირები დღე და ღამე უნდა მერე ბორკილები დაგვადეს, გაგვაფორმეს და მარნეულში კაპეზეზე გაგვატარებინეს ღამე. ხვალ სასამართლოც გვექნება და წესით მინიმუმ 250 ლარიანი. გუშინ და დღეს ამ უძლურმა და არაფრის მაგნისმა პოლიციამ სამჯერ გააჩერა ქუჩაში და აგდებულად ელაპარაკა ჩემს 16 წლის შვილს. აბა დავახვიეთ სახლებში, აქ რატომ ვდგავართ ბიჭო? დანახომ არ გაქვს, საზამთრო მაქვს დასაჭრელი და ასე შემდეგ. საგანგებო მდგომარეობაა, ხომ იყო სიმშვიდე ამის გარეშე. ბოლო შარს აიკიდებს, ვიცი, ჩემი შვილია ბოლო-ბოლო და შეეპასუხება მორიგ მილიციურ ოხუნჯობაზე და შეურაცხყოფაზე. რეიდი და კრიმინალური ვითარება გახდა მიზეზი, რის გამოც ნაციონალური მოძრაობა მინისტრი ჭიკაიძის გადაყენებას უკვე მეორედ ითხოვს. საპარლამენტო უმცირესობა ძალოვანი უწყების ხელმძღვანელს სტატისტიკური მონაცემების გაყალბებაშიც ადანაშაულებს. მოუწოდებთ ხელისუფლებას გადააყენოს სასწრაფო წესით შინაგან საქმეთა მინისტრი, ქუჩაში დადგმული სპექტაკლები ეგრეთ წოდებულ რეიდებთან დაკავშირებულ სიტუაციას გულისხმობ, ვერ მოიტანს შედეგებს, ეს ვერ აღმოფროს ქუჩაში კრიმინალს. ადეკვატური რეაგირება მოახდინონ ოპერატიული ინფორმაციებზე და მოქალაქეთა ზარებზე. საპასუხოდ მართველი გუნდი ოპონენტების შიშებზე საუბრობს და რეიდის ჩატარების აუცილებლობას განმარტავს. ფაქტი არის, რომ ბოლო პერიოდში განხორციელებული ამ საკონტროლო ღონისძიებების შედეგად ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი, ცივი იარაღი, რაც არის პრევენციული საშუალება. რატომ გახდა რეიდის ჩატარება აუცილებელი? კითხვა ჭიკაიძის უწყებიდან პასუხგაუცემელია. შინაგან საქმეთა სამინისტროში არც ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებს პასუხობენ. ბრალდებები შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ კახეთის გზატკეცილზე ავარიაში დაღუპული ახალგაზრდა ქალის ახლობლები